აუცილებს მეგობრებო, ესე იგი პირველი მსოფლიო ომის რეალური ისტორიის შესახებ საუბარს და შეგახსენებთ რომ გავჩერდით იქ რომ როტშილდების ოჯახსა და ინგლისის მთავრობაში, ბრიტანეთის მთავრობას შორის დაიდო ესეთი ხელშეკრულება, შეთანხმება დავარქვათ, რომლის მიხედვითაც როტშილდები მიიღებდნენ პალესტინაში ისრაელისთვის ტერიტორიას და სახელმწიფოს, ხოლო მათ თვითონ ამ როტშილდებს უნდა უზრუნველყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთვებოდა ომში, პირველ მსოფლიო ომში, იმიტომ რომ იუტლანდიის ბრძოლაში ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა გერმანიამ ბრიტანეთს, ამიტომ ბრიტანეთს დახმარება სჭირდება. ზოგადად პრობლემა იმაში იყო, რომ 1917 წლამდე ამერიკის შეერთებული შტატები რჩებოდა იზოლაციონისტურ სახელმწიფოდ. იგი თავს არიდებდა ყოველგვარ საგარეო პოლიტიკურ იმაში ოკეანის გადაღმა გადასვლას. ეს იმიტომ რომ ჯორჯ ვაშინგტონი თავის გამოსამშვიდობებელ მიმართვაში თქვა განაცხადა და ეს კარგად ახსოვდა ამერიკელს. ციტირებ: ჩვენი ქცევის უმთავრესი წესი უცხო სახელმწიფოებთან მიმართებაში არის ჩვენი კომერციული ურთიერთობების გაფართოება და მათთან რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიკური კავშირების ქონა. ნახეთ? რაც შეეხება იმ ვალდებულებებს, რომლებიც უკვე ავიღეთ, ისინი სრული კეთილი სინდისიერებით უნდა შესრულდეს. აქ შევჩერდეთ. ევროპას აქვს ძირითადი ინტერესების ერთობლიობა, რომელთაც ჩვენთან საერთო არაფერი აქვს, ან ძალიან შორეული კავშირი გააჩნიათ. ამდენად, იგი ხშირად უნდა იყოს ჩაბმული დავებში, რომელთა მიზეზები არსებითად უცხოა ჩვენი საზრუნავისთვის. მაშასადამე, არაგონიურული იქნებოდა ჩვენი მხრიდან ხელოვნური კავშირებით თავი გაგვეხვია მისი პოლიტიკის ჩვეულ პერიპეტიებში, ან მისი მეგობრობისა თუ მტრობის ჩვეულ კომბინაციებსა და შეტაკებებში. ნახეთ მეგობრებო, ამერიკა როგორ პოზიციაზეა 1917 წლამდე, არანაირი ევროპასთან ვაჭრობის გარდა ევროპასთან არაფერი არ გვაკავშირებს. იმიტომ რომ მაგათ იმეებში, რა ქვია, რაღაცა პოლიტიკურ ინტრიგებში ჩვენ არ ვერევითო, ჯორჯ ვაშინგტონმა დატოვა ანდერძად თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში. ანალოგიურად, თომას ჯეფერსონმა, კიდევ ერთმა ლეგენდარულმა მამამ ამერიკის შეერთებული შტატებისა, თავის ინაუგურაციაზე დადო პირობა, შვიდობა, ვაჭრობა და გულწრფელი მეგობრობა ყველა ერთთან და არანაირი დამამძიმებელი ალიანსი არავისთან. იზოლაციონიზმის ეს ტრადიცია განამტკიცა მილიონობით ემიგრანტმა, რომლებიც ამერიკაში ჩაგვრისაგან თავის დასახსნელად ჩამოდიოდნენ. 1800-იანი წლების განმავლობაში შეერთებული შტატები გაფართოვდა ჩრდილოეთ ამერიკაში ისე, რომ არ გადაუხვევია თავისი იზოლაციონისტური პოზიციიდან. მან გადაიხადა 1812 წლის ომი, მექსიკის ომი და ესპანეთის ამერიკის ომი საგარეო ალიანსების შექმნისა და ევროპის მიწების ბრძოლის გარეშე. მაგრამ თეთრ სახლში უილსონის მოსვლასთან ერთად, პრეზიდენტ უილსონი, ეს არის 1912 წელს მოვიდა, ამერიკის ფულის ტრესტმა, ბანკირებმა კონტროლი მოიპოვეს ოვალურ კაბინეტზე. პრეზიდენტის უახლოესი მეგობრისა და მრჩეველის ედვარდ მენდელ ჰაუსის წყალობით. ჰაუსი თავგამოდებული ანგლოფილი იყო, რომელმაც განათლება ინგლისში მიიღო. მას მიაწერდნენ 1912 წლის ბალტიმორის დემოკრატიული კონვენციის უილსონის ნომინაციის სასარგებლო წარმართვას. იმ მომენტიდან იგი უდრო უილსონის მუდმივი თანამგზავრი გახდა და თეთრ სახლში საკუთარი აპარტამენტებიც კი ჰქონდა. იგი ასევე პირდაპირ ზოგჯერ ყოველ დღე კონტაქტში იყო JP Morgan უმცროსთან, იაკობ შიფთან და პოლ ვარბურგთან, ანუ ბანკერთან და იმ დემოკრატ სენატორებთან, რომლებიც ფედერალური სარეზერვო სისტემის კანონპროექტს უჭერდნენ მხარს. ჰაუსი უილსონს ხელმძღვანელობდა საგარეო და საშინაო პოლიტიკის ყველა ასპექტში. შეარჩია მისი კაბინეტი და ჩამოაყალიბა მისი ახალი ადმინისტრაციის პირველი პოლიტიკური კურსი. ანუ პოლკოვნიკი მენდელ ჰაუსი ფაქტიურად მართავს ამერიკის შეერთებულ შტატებს უდრო უილსონის გავლით, რომელიც არის საერთოდ ეკად საიდან გამოჩხრიკეს არავინ არ იცის, საერთოდ პოლიტიკაში არაფერი საქმე არ ქონია, აკადემიური წრიდან იქნა აყვანილი, რადგან მისი იდეები ემთხვეოდა ბანკირების იდეებს. აი ასეთი სიტუაციაა იმ შეთანხმების მომენტში, როდესაც უნდა როგორმე ამერიკის შეერთებული შტატები ამოქონდა ჩართონ პირველ მსოფლიო ომში, რათა გერმანია დამარცხდეს და როტშილდებმა ჯერ ერთი ფული ამოიღონ, რაც ჩადეს ამ ომში და მეორე მიიღონ პალესტინაში მიწები. ასეთი სიტუაციაა მეგობრებო და ნახოთ შემდეგ რა მოხდება.